ერთადერთ ჩანს გოლები ჯაჭვის პერანგის. არქეოლოგებმა რუსთავის სასახლის ნანგრევებში ორი ჯაჭვის პერანგი აღმოაჩინეს. ერთის მიწიდან ამოღება მოხერხდა, მეორე კი ჯერჯერობით ისევ მიწის ქვეშ დარჩება. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მოვახერხებთ მის გასუფთავებას და ამოღებას, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტია. არტეფაქტის ამოღებამდე ჯერ კედელი უნდა გამაგრდეს, რომ მუშაობის დროს არ ჩამოიშალოს. ჯაჭვის პერანგი, რომლის დანახვა ახლა რთულია, მიწის ქვეშ დაახლოებით უკვე 10 ან 11 საუკუნეა ინახება. რუსთავის სასახლე მე-19-მე-13 საუკუნით თარიღდება. ამ დროის განმავლობაში ის რამდენიმეჯერ განაახლეს. მიწის ფენებმა ბევრი საინტერესო არტეფაქტი შემოინახა. ეს რისი მარცვლებია? შეიძლება შვრია ან ქერი, ამას სპეციალისტები დაზუსტებით გვეტყვიან და ამ ნაწილში კიდე ჩვენ გვაქვს, აი ამ ნაწილში გვაქვს ფეტვი, რომელიც ძალიან დამწვარია. აი შეგიძლიათ აქ ნახოთ. სავარაუდოდ აქ იყო სათავსო. სავარაუდოდ ეს არის მარაგები, რომელსაც თავისთავად ამ ბინის მეპატრონოები მოიხმარდნენ ამ სასახლის. სასახლე ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა. ნამწვის კვალი, იატაკისა და კედლების ნაწილებს საუკუნეების შემდეგაც ეტყობა. ის ორსართულიანი იყო და ამ ეტაპზე პირველი სართულის 7 ოთახია აღმოჩენილი. აი ეს ფილები არის იატაკი, ხო რისი არის ეს? რა არის რა მასალა? ეს არის ალიზის აგურები, როგორც ჩანს, ძალიან მყარად იყო ნაშენი, თუმცა ძელების და მრავალი ხანძრის გამო ეს დაინგრა და შესაბამისად როგორც ხედავთ, უსწორმასწოროა. კონკრეტულად ციხის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1959 წელს და გარკვეული წყვეტილებით დღემდე მომდინარეობს. თუმცა პირველად ხდება სასახლის ასე ვთქვათ, ფუნდამენტური შესწავლა, რამდენადაც ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ სასახლის შესწავლის შემდეგ მოხდეს მისი კონსერვაცია, ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბება. ვიდრე ეს ადგილი ტურისტებისთვის გაიღება, არქეოლოგებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. სასახლის გარდა ეს ტერიტორია სხვადასხვა საუკუნის კიდევ ბევრ ნაგებობას და სამარხს ინახავს. როგორც ირკვევა, აქ ადამიანი პირველად ძველი წელთაღრიცხვით მე-20-მე-19 საუკუნეში, ანუ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა და მე-18 საუკუნის ჩათვლით ცხოვრობდა. ამიტომ ითვლება რუსთავის ციხე-ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლად, რამდენადაც მას შეუძლია ყველა ეპოქაზე მოგცეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ზუსტად ამ ადგილას შუა ბრინჯაოს ხანის ორი სამარხი აღმოაჩინეს. ერთი ძველი წელთაღრიცხვით მე-19-მე-18 საუკუნით, ხოლო მეორე ძველი წელთაღრიცხვით მე-18-მე-17 საუკუნით თარიღდება. არქეოლოგებს ერთ სამარხში ადამიანის ძვლები დახვდათ. ორივე სამარხი სავსე იყო სააღაპე ჭურჭლით. სააღაპე ჭურჭელი ნიშნავს, რომ ძველი ადამიანების რწმენა წარმოდგენით იმ ქვეყნადაც ჭირდება ადამიანს საკვები, საგზალი. იყო როგორც ცხოველური ნაშთები, ასევე იყო კაცვის ზეთის ნაშთები იყო, ნიგოზი იყო, წაბლის ფრაგმენტები იყო, თლიანი ცხვრიც იყო და მსხვილფეხა საქონლის დიდი ნაჭრებიც იყო დადასტურებული. ანუ მთელი სამარხი იყო აი ამ სააღაპეს საკვებით დახუნძლული, ასე ვთქვათ. თქვენ თქვით, რომ ერთში იყო ადამიანის ძვლები, მაგრამ მეორეში არა. აი რატომ ხდება ესე, რომ იქვე გვერდიგვერდ ერთში იპოვეთ, მეორეში არ არის? ამის თაობაზე ორი ვერსია არის. ერთი არის, რომ შუა ბრინჯაოს ხანაში ჩვენ გვაქვს სამარხები, სადაც მიცვალებული არ დასტურდება. კრემაცია ხდება მიცვალებულის და ფერფლის ჩატანება სამარხში. არის კიდე მეორე ვერსია, რომ შესაძლოა მისი მეპატრონე დაიღუპა სადღაც სხვაგან, მას მოუწყეს სიმბოლური სამარხი. სასახლის ტერიტორიაზე წელს არქეოლოგებმა მუშაობა ივლისში დაიწყეს. აქ აღმოჩენილი ყველა ნივთი ჯერჯერობით ციხის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ინახება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯაჭვის პერანგის გაწმენდითი სამუშაოები, ცეცხლმა ნგრევამ ამ ფორმამდე მიიყვანა და ამის გაშლა შეიძლება იყოს დამაზიანებელი, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ აქ არის საკმაოდ დიდი ბზარები. ამიტომ ჩვენი მიზანი მაინც იქნება, რომ როგორც მოგვიხერხდება, ისე მოხდეს აი ამ ჯაჭვის პერანგის გაწმენდა. მუზარადიც არის. მუზარადის არის აღმოჩენილი, კი ბატონო, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. ეს რა პერიოდია? მე-19 საუკუნის მუზარადზე არის საუბარი, რომელიც ასევე არის აღმოჩენილი სასახლის მე-6 ოთახში. სასახლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე დღეში დასრულდება და გაზაფხულზე განახლდება. აქ აღმოჩენილი არტეფაქტები კი რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დაიდებს ბინას. თუ მუზეუმს ესტუმრებით, სასახლეში და მის ირგვლივ სხვადასხვა დროს ნაპოვნ ნივთებსაც დაგათვალიერებინებენ და საინტერესო ისტორიებსაც მოგიყვებიან. დიდი მადლობა თამარ ბუბაშვილს, მართლაც უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. 4 თვე არის უკვე რაც მიმდინარეობს ეს არქეოლოგიური გათხრები, როგორც სიუჟეტიდანაც შევიტყვეთ და წინ კიდევ გრძელი გზა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ სოფლიო ისტორიაში ცვლილებებიც კი შევიდეს, ისეთი მასშტაბის არის ეს აღმოჩენები. კი ბატონო. კარგი, 10 საათი